ასე ვთქვათ, ძირითად ქალაქებში დაამარცხებდა ქართულ ოცნებას, ეს იქნებოდა ეს რვიანი და ამ 8-ეულში და 8-იანში შემავალი პოლიტიკური პარტიები. მაგრამ ჩვენ დღეს არ გვაქვს არჩევნები და მეცაც გეტყვის, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არჩევნები არ არის, ეს არის რუსული FSB სპეცოპერაცია, რომელიც 26 ოქტომბერს მათ პირველი ეტაპი ჩაატარეს და ეხლა უნდათ სრული 100%-იანი კონსოლიდირება ხელისუფლების, ვინაიდან არსად აღარ იცმოდეს კრიტიკული, განსხვავებული პოზიცია და ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება არის ის, რომ პოლიტიკა სრულად მოკლა საქართველოში. ანუ პოლიტიკურ პროცესად აი თქვენ როცა საუბრობდით ერთმანეთთან და კითხვას აყალიბებდით და თქვით რომ წარსულზე არა მომავალზე უნდა ვისაუბროთ. აი პოლიტიკურ პროცესზე როცა ვსაუბრობ, აი მომავალზე საუბარი აღარ უნდა იყოს ამ ქვეყანაში. ეს აქვს ბიძინა ივანიშვილს ამოცანად და თუ დააკვირდებით და ალბათ თქვენ უფრო აკვირდებით ამ პროცესს კიდევ უფრო მეტად ვიდრე შეიძლება სხვები, ბიძინა ივანიშვილი და მისი